Barnovi co-living-ი ეს არის განსხვავებული და პირველი კონცეფცია საქართველოში, co-living, co-working კონცეფცია, რომელიც დარწმუნებული ვარ თავის ადგილს ძალიან ამაყად დაიკავებს ძალიან მალე საქართველოს დეველოპერულ სივრცეში. ანუ აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში ხდები თანამესაკუთრე და მთელი ცხოვრების მანძილზე ვიდრე ვარ თანამესაკუთრე და მფლობელი, მაქვს შემოსავალი? შემოსავალთან ძალიან სულყე შემოსავალი მოყავს. ძალიან გამოცდილი სპეციალისტები, მენეჯმენტ კომპანია არის ევროპაში უმსხვილესი და ბრენდზიც როგორც ხატი აღნიშნა არის ტოპ 5-ში მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, მათ ბევრად კარგად იციან ქართული ბაზარიც, სპეციფიკაც, როგორ მიაღწიონ ძალიან მაღალ დატვირთულობას და მათ შორის შეინარჩუნონ ის საშუალო ფასი, რომელიც მიმზიდველი ბიზნესის საქმეთან არის საჭირო. ანუ თვითონ ეს შემოსავალი, ეს მზარდი შემოსავალი არ არის თქვათ იმაზე დამოკიდებული კონკრეტულად თქვენი სივრცე გაქირავდება თუ არა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ამაზეც არ ღელავთ, რომ დეველოპმენტი და ეს თქვათ ეს ამ ტიპის ინვესტიციები საქართველოში ძალიან ესე თქვათ პოპულარული არის და ძალიან ბევრი ადამიანი იძენს ქონება შემდეგ აქირავებს, ან ვერ აქირავებს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ანუ თქვენს ნაცვლად ამაზეც სხვანაირად ასე ვთქვათ და თქვენ უბრალოდ იღებთ მზარდ ესე ვთქვათ მუდმივ სტაბილურ შემოსავალს. თანამესაკუთრე და ბიზნესის თანამონაწილე როგორ უნდა გაქვთ? ეს Barnovi co-living-ის გუნდს ამ შემთხვევაში თქვენ გიკავშირდებით, გიორგის უკავშირდებით და რაღაცა ვიწყებთ თემას თუ აი მე სხვა ტიპის პროცედურაა, როცა ბიზნესის თანამესაკუთრეობა ხდება. ანუ კვადრატულობები არის დაახლოებით 22-დან 65 კვადრატამდე სივრცეები არის და სივრცეს შევარჩევთ, შემდეგ შემოგთავაზებთ რამდენიმე გადახდის ტიპს, რომელიც ძალიან საინტერესოა აქაც, იმიტომ რომ გვაქვს მაგალითად ახლა ამ ეტაპზე შიდა უპროცენტო განმარტება, 20% გექნებათ გადახდილი, ანუ გადანაწილებით მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო ის დანარჩენი 80% შეგიძლიათ უკვე მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაიხადოთ. რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის არეალი, თელევერა ეგეთიო. ჩვენ ტექნიკური გუნდის ჩართულობით ფანტასტიკური შედეგს მივაღწიეთ ყველა მიმართულებით, სამშენებლო პროცესების მიმართულებით. მინდა მადლობა გადავახადო აქედანაც თითოეულ მათგანს. ძალიან გამოცდილი სამშენებლო მენეჯმენტ გუნდი ჩართეთ პროცესში და ვიცით რომ მათი ჩართულობა ამ შედეგს აუცილებლად მოიტანს. ერთ რაღაცას დავამატებ, ყველა მესაკუთრე საკუთარ სახელზე იფორმებს ინდივიდუალურ საკადასტრო კოდს, ეს არ არის უბრალოდ ბიზნესის მეწილე ხდება. მათ სახელზე არის კონკრეტული unity, ქონება, რომელსაც ისინი ფლობენ. ჩვენ ვაფორმებთ თითოეულ ინვესტორთან შეთანხმებას, ლიზინგის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მართავთ სრულად ყველაფერს. ეს ამ ადამიანებს დარჩენიათ მხოლოდ საკუთარ დივიდენდების სიამოვნებით დახარჯვა, გამოყენება. ქართული მენეჯმენტ თიმი არის გამოცდილი ამ ბაზარზე და მე ვფიქრობ, რომ მათი ჩართულობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რამაც შეიძლება ადამიანებს, ინვესტორებს სიმშვიდის განცდა მისცეთ, იმიტომ რომ ადამიანები იციან, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. 22-24 თვე მშენებლობა. 2027-ის ბოლოს დასრულდება. ბოლოს დასრულდება. და ბარდება ესეც საინტერესოა, რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების ქვეშ, ანუ სრულად გარემონტებული, აღჭურვილი აბსოლუტურად ყველაფრით, ანუ მართლა არაფერი აღარ გიწევთ, უბრალოდ პირველ ეტაპზე იხდით რაღაც გარკვეულ თანხას და ირჩევთ თქვენ თვითონ ამ გადახდის ტიპსაც, რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე არანაირი დამატებითი ხარჯი, არანაირი თქვათ მომსახურების საკომისიო და ასე შემდეგ, ანუ მხოლოდ ეს თანხა არის ეს ღირებულება და გვხვდებათ გამზადებული ყველაფერი და იწყებთ უკვე შემოსავლის მუდმივად სტაბილურად მიღებას. ზუსტად, დამალული ხარჯები არ გვაქვს არც ერთი მიმართულებით. თუნდაც განახლებისთვის რაღაცა დაზიანდა, ხო? მენეჯმენტს აქვს გათვალისწინებული უკვე ეგრეთ წოდებული FF&D რეზერვები, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ ძალიან რბილ და საიმედო საოპერაციო ნაწილს. ესეც ასე ვთქვათ, ამ პაკეტში სრულად არის უზრუნველყოფილი. ტერიტორია რამხელა არის? ახლა ვერა ჭიდრო დასახლებული კვადრატი არის, ანუ სულ არის 70 unity, ანუ არის დაბალი განაშენიანების და ისეთი ულამაზესი მართლა ცოტა იქ ქართულ სტილში. მე იმედი მაქვს, რომ Barnovi co-living-ი აი სწორედ აი ამ იმპულსს შეძენს თბილისს და მის ამ უძველესობას, რომელიც დასაბამი იქნება, რომ აი ამ სტანდარტით, ამ მართლობით და მენეჯმენტით, აი ამ ბიზნეს დათქმებით, გარდა საცხოვრისის უნიკალურობისა, ის მიმზიდველი გახდეს და ამან მისცეს ცოტა განსხვავებული ბიძგი კიდევ ჩვენი უბნების და ქალაქის განვითარებას.